მე პირადად სიმაღლის მეშინია, ზოგს გველების, მაგრამ იცით რის ეშინიათ ფორმულა 1-ის პილოტებს? ნუ კი ხახვისაც, მაგრამ თავარი ფობია 300-ით მიმავალი პილოტებისთვის არის ღრუბელი. დიახ, ეს ერთი შეხედვით საყვარელი ფუმფულა 500 ტონიანი ობიექტი დაახლოებით 600,000 Red Bull-ის კილას გაავსებს წვიმით. ზოგ-ზოგიერთ Red Bull-ის 4 მანქანაც ეբევრება გრიდზე, მაგრამ ცივი ალპინი დალიონ. ფორმულა 1-ის გუნდს შეუძლია გათხოვოს ყოველი გადაჭერილი ჭანჭიკი მანქანაზე, მრბოლელის მინიმალური მოძრაობაც კი. მაგრამ მონასტერი მაშინ ირევა, როცა ღრუბელი ღრუბელს ეჯახება, რასაც უმეტეს შემთხვევაში მანქანის დაჯახებაც ემატება. ბოლიდები ძალიან გვანან მეტკალაზე გამოსულ სელებრიტებს. ყველა მშვენივრად გამოიყურება ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ როგორ გარბის Charlie XX ამ რაღაცით წვიმაში 300 კმ/სთ. ბოლიდებს არ გააჩნიათ არც ტრექშენ კონტროლი, არც ABS-ი. ერთადერთი რის იმედითაც პილოტები არიან დარჩენილი თავიანთი ოსტატობა. ოსტატობა კი სინთეზივითა. ან გაგვს, ან არა. სადაც შეყვარებულებს შეუძლიათ თქვენი ცოლშვილის არსებობის გაგება, ლოგიკურია რომ ფორმულა 1-ის გუნდებსაც ძალუთ ამილდის წინასწარ განსაზღვრა. მაგალითისთვის კრისტიან ჰორნერი წვეთების შესამოძლებელ თანამშრომელებზე მოსათათუნებლად და ბავშვებისთვის მოსაფერებლად ერთხელს იყენებს. მერსედესი კი თავის თანამშრომელს იქვე სანაპიროზე უშვებს ღრუბლის დასასტალკად. მაგრამ ცოტა სერიოზული გუნდები უმეტესწილად ტრასაზე განლაგებული სენსორებითა და მეტეოროლოგიური რუკებით ხელმძღვანელობენ, რომლის გამოყენებაც ძალაუნებურად ჩვენს დავამუღამეთ. ყველაზე დიდი განსხვავება წვიმიან და მშრალ ამინდ შორის ალბათ მაინც საბურავებია. სლიკები წვიმაში სიარული მოპრიალებული ატაკზე წინდებით სრიალს გავს. ნუ თუ ეს ახს არ გაკმაყოფილებს, გადახედეთ ჩემს წინა ვიდეოს საბურავებზე და უფრო მეც გაიგებთ. მთავარი განსხვავება ამ ორ საბურავის ტიპს შორის არის პროტექტორი, რომელსაც წვიმას აქვს, ხოლო სლიკს არა. იმის გამო რომ მოჭიდება საბურავებსა და ტრასის საფაშორის ხახუნის შედეგად წარმოიქმნება, უმჯობესია ამ ორ ზედაპირს შორის რაც შეიძლება სიმშრალე იყოს. ხოლო ბოლიდი თუ ავად სახსნებელ წყლის გუბეს გადაულის და მოჭიდება დაიკარგია, ბოლიდი უცნაურად დატრიალდება. ამის ნათელი მაგალითი კი ლინსტროის ნებისმიერი წვიმიანი სესიაა. ნუ თუ რა თქმა უნდა პოლს არ იღებს. არანაკლებ დიდ როლს თამაშობს პარამეტრები მთლიანი საბოლოო უქმებზე. ვარჯიშების განმავლობაში გუნდები ცდილობენ დაარეგულირონ მანქანის სიმაღლე, ფრთის დახრეს კუთხე, დაკიდების სიხისტე და ასე შემდეგ. ვინაიდან რადგანაც ბოლიდები კვალიფიკაციის შემდეგ ილუქება, მასზე ხელისდადებაც კი მომდევნო დღეს პიტლეინიდან დაწყებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე გუნდები ძალიან ფრთხილად არჩევენ სეტაპებს რბოლისთვის, რადგან შესაძლოა მშრალ კვალიფიკაციას სველი რბოლა მოყვეს. ეს სიტუაცია დაახლოებით იმას გავს გამოსტებისთვის, რომ მოიმზადები თავს დაასხამ ყველაფერს და აშპარგალკებ და ლექტორი მაინც სხვა რამეს მოიტანს. ნუ განსხვავება ისაა, რომ გამოსას გადააბარებ, მაგრამ კედელში გარჭობი ბოლიდს ვერა. ლიბერტი მეტია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძლიერ წვიმაში იუენთებს მოერიდოს, მაგრამ დედაბუნება მაინც უჩუქნის საინტერესო სველრბოლებს. 2024 წლის ბრაზილია, სადაც მაქსი პოსეიდონი გახდა, 21 სპა, რომლის ყურების დროსაც 3-ჯერ გამოვიძინე და 2011 კანადასა და ჯენსონ პირველი ადამიანი, რომელმაც DRS-ის ღილაკს დააჭირა ხელი ბატონმა არანორმალურ პირობებში რბოლა მოიგო. წვიმა საერთოდ ყველაფერს ძევს ტრასაზე. შესაძლოა ფორმულა 1-ის ნაცვლად ბოულინგის მატჩი შეგრჩეთ ხელში. ან ისე სტრატეგიის მომწრე გახდეთ, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დგას სტარტზე. მაგრამ ალბათ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის არაფერია იმაზე სახალისო საყურებელი, როგორ იწყება ჩოშკოლი გარაჟებში, როდესაც პილოტს ვიზორზე წვეთი დაეცემა. ნუ თუ რა თქმა უნდა ეს პილოტი ჯორჯ რასელი არაა და წვიმა ოფლში არ ერევა.